Საკავშიროებისა ძვირფასო ტელემაყურებლურ, რომელთაც დრო გამოყავით და კონსილიუმს უყურებთ ამ საღამოს, ეს კვირა მოგეხსენებათ ილიას კვირა, 8 ნოემბერს ხუთშაბათს ილიას 175 წელი უსრულდება დაბადებიდან, წელს 105 წელია მისი გარდაცვალებიდან და ილია, რომელიც თქვა არჩენილი სპირით მარა და ყველგან საქართველოს მევალ შეთანა მევარო შენი თანამდები უკვდავი სული და მართლაც ეს არის რომელიც იქცა თანამდები უკვდა სულად თავისი სიცოცხლით იყო საქართველოს შემაფხიზლებელი და აღზრდელი და თავისი სიკვდილითაც იყო ეს იყო მისტერია და თავისი მისი სიკვდილიც იყო აბსოლუტურად არაჩვეულებრივი და გამომაფხიზლებელი და ესე ვთქვათ ერთი მხრივ იყო დიდი ტკივილი მეორე მხრივ მუდმივად დიდად საფიქრალი რამ და ჩვენ სწორედ ილიას კვლევაზე ვისაუბრეთ, ვფიქრობ ეს ბევრს დააინტერესებს, იმიტომ რომ არის მთელი რიგი ახალი დოკუმენტები, ახალი ხედვა, ახალი ძალიან საინტერესო რამ მოსაზრებები და მანამდე მაინც ერთი რამ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, აი სულ ეს არის განცდა და დიდი ტკივილი და ლაქა საქართველოს ცხოვრებაში უნდა ვთქვათ სიმართლე და ესე იყო რომ ილიას სიკვდილი წვეთ-წვეთად და ყოველ დღე მზადდებოდა ფაქტობრივად იქნებოდა ეს იდეოლოგიური ფონი, როდესაც ილია იყო სულ უფრო ზედმეტად უხსნიან ადამიანებს რომ ეს არის სულ ზედმეტი და ერთი ნაწილი როცა ამას წვეთ-წვეთად გესლს აფრქვევდა მეორე ნაწილი თანათან იყო სამწუხაროდ იყო გაჩვენებული და ერთ-ერთი სიმბოლო ამისი იყო როდესაც ილიამ პასუხი გადაწყვიტა რომ დაეწერა წერილი ის კალმის კაცი იყო და პასუხი დაეწერა საკუთარ დაარსებულ გაზეთში იბერიაში რა უნდა და აღარ დაუბეჭდეს თვითონაც პასუხი მუშებიო გაბრაზდებიანო და ის ნუთუ მისი ცნობილი რომელსაც ახლა ჩვენ სწავლობთ, კითხულობთ და ასე შემდეგ, მაგრამ და ჩვენ შეიძლება კარგად ვიცით, მაშინ ამ წერილმა ვერ შეასრულა მარტივად ის ფუნქცია და პასუხის საშუალებაც არ ქონდა მარტივად რო თქვა. ესე ილიას საერთო ბოლოს უფლება ის არის ცნობილი ადამიანი, ეს ცნობილი შემთხვევა, როცა ზაქარია ჭიჭანაძემ რა, როდესაც ლაპარაკობდა რომ ილია, ესე ვთქვა, ცალას დუქანში, ესე იგი სვამდნენ ადამიანები და თქვეს რომ ილია როგორც ბატონი უნდა მოიშოროთ და მოკლედ არის ცუდი და მოსაკლავია და ამას ხმა მოუღია ამ საწყალს და ესე იგი გაუდიათ ციხქვეშ და ეს უკითხებოდა და ესე ვთქვათ რომ იტყვიან გაუჩექმავთ, ესე იგი ისე სასტიკად, ესე იგი უცემიათ. ანუ ეს იყო თითქოს და მაინც აი ამ გასროლამ რაღაცნაირად იყო და რასაც შემდეგ ამ გასროლა გავარდა მეხივით და იმისმერე გვაქეს საფიქრალი გზიბე დატოვებული და ამ გასროლას დაარქვა ასევე გიგანტმა გალაქტიონმა ალბათ ყველაზე ზუსტი დეფინიცია გააკეთა წიწამურთა რომ მოკლეს ილია მაშინ ეპოქა დასრულდა დიდიო. ნუ და ეპოქას ამბობს გალაქტიო რა ეპოქა დასრულდა. სხვადასხვა ძალიან ნებმის ერთმანეთს ეს უზარმაზარი სახელი მე უკაცრავად პასუხი არ წარგადგინეთ ამ თქვათ ეს და წარგადგეთ არა უშავს დოდარ გრიგალაშვილი წერა ლიტერატურას ცოდნე და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ძალიან საინტერესო და ამ რანგშივე დაჩებინოდარ და თქვათ იმას რომელიც ნამდვილად ესე იგი კარგად გამოგდის და სანიმუშოდ და მე დღესაც დარწმუნდება მე მგონი მკითხველი და ბატონი თენგიზ სიმაშვილი თელავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ვისაუბრებთ ამ თემაზე მათ ბევრი რამ ასიახლე აქვს სათქმელი. და ეხლა დაუბრუნდეთ მაინც წიწამურთა რომ მოკლეს ილია რა ეპოქა დასრულდა რას ამბობს გალაქტიო. გვადრობთ მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს მართლაც ისეთი თემატიკა გახლავთ ეს და საზოგადოდ ილიასთან მემართებაში იმდენი რამ არის სათქმელი და საფიქრალი თანამედროვეობისთვის და არა მხოლოდ წარსულის შესასწავლად. რომ ჩვენ ერთ ნაბიჯს წინ გადავდგავთ თუ მოძღვრად ავირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას. ზუსტი დეფინიცია გააკეთა მართლაც გალაქტიონმა და ამას შეიძლება მოვაყოლოთ მეორე დეფინიცია, რომელიც ასეთმა დიდმა და ცნობილმა პოეტმა არა, მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა აც გარდაცვლილმა ერგუჯა ჯიქიამ ასეთი რამს თქვა. იქუხა თოფმა და საქართველოს ილიას სისხლზე დაუწდა ფეხი. ესე იგი დასრულდა ერთი ეპოქა და ამ სისხლზე ილიას დავრილ სისხლზე საქართველოს დაუწდა ფეხი. ანუ საქართველოს უკუღმართი გზით წავიდა მოკლედ. ანუ ეპოქა დასრულდა, ეპოქა დაიწყო. ფაქტობრივად ესეც არის. დიახ, დასრულდა და დაიწყო მეორე ეპოქა, ესე იგი უკუღმართი ეპოქა. ეხლა როგორ შეიძლება ჩვენ ავხსნათ რა გალაქტიონი მე-19 საუკუნეს მისტირო და მე-19-ში თავისუფლები ვიყავით თუ რაშია საქმე. საქმე იმაში გახლავთ რომ
ღირებულებების თვალსაზრისით მე-19 საუკუნე რადიკალურად განსხვავდება მე-20 საუკუნისაგან. მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე მოდიან ესენი. ესე იგი მე-19 ბოლოს და მე-20 დასაწყისში რევოლუციონერი მარქსისტები მოდიან ესენი, ესე იგი რა ქვიათ, ამათ კაცმა დიდხანს ურჩიეს სახელი სხვათა შორის ამ მესამე დასელებს და ამ მარქსისტებს, ამ სოციალ-დემოკრატებს ჩვენმა წინაპრებმა, ესე იგი ილიას თაობის ხალხმა და ილიელებმა სახელი ვერ შეურჩიეს ამათ და ნიკო ხიზანიშვილმა მაგათ დაარქვა სამშობლოს უარყოფელთა პარტია. ესე იგი მოდის სამშობლოს უარყოფელთა დიდი ჯგუფი უზარმაზარი. დოსტოევსკიმ გაჭვიტა ეგ და სხვა შორის დაარქვა მშვენიერი სახელი და ზარზუსტის სახელი ბესი რუსულად, ქართულად ქაჯები. სხვა შორის თარგმნილია როგორც ეშმაკლი, ეშმაკლი არა, ბესია, ქაჯებია სწორი ამათი სახელი. აი ამ მოძრაობისა. კი ბატონო, ესე იგი ამ დეფინიციასაც დავეთანხმები სიამონებით. მოდის ხალხი, რომელიც მხოლოდ იმიტომ კი არ არიან სამშობლოს უარყოფილნი, რომ ასე დაინახა ვინმე. ისინი შავითეცე თავად წერენ, რომ მათ ზულთ წარსული და ეზიზღებათ აწმყო. ესე იგი ესენი არის ხალხი, რომელიც უარყოფს სამშობლოს, უარყოფს ოჯახს, უარყოფს პიროვნების ღირსებას, უარყოფს კერძო საკუთრებას. ყველაფერი რაზედაც დაშენებული ადამიანის არსებობა, ყველაფრის უარყოფლები არიან აბსოლუტურად. აი ეს მაგწიაღიდან არის ხო ის მოკლავ ამაჩებს დავახშობ. რა თქმა უნდა ეს ეპოქა გაგრძელდა დიდხანს და ვერ ვიტყვი რომ მაინცსა და მაინც დასრულდა 1990-91 წელს. ეპოქა გაგრძელდა, დასრულდა, ესე იგი ბოლშევიზმი ეს არ გახლავთ მარტო პარტიული მანდატი, ბოლშევიზმი ეს სულის ერთგვარი თვისება, სხვადასხვა ფორმით ბოლშევიზმი გამოიხატა თითქმის ყველა ეპოქაში. ჩვენი ამოცანა არის ქართველი კაცის სულში ამის ამოშანთვა თუ გნებავთ, ესე იგი ამ საშინელების ამოშანთვა, რომელიც სხვადასხვა სახელით გვევლინება ეს. ანუ იყო ილიას გზა და იყო ბოლშევიზმის გზა. და ეს არის სიმბოლო და ბოლშევიზმმა და მან სიმბოლური პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის ეს ორი გზა ერთად ვერ იქნება. ვერავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ახლა ნახეთ თქვენ მე-19 საუკუნე ვახსენე, ეს ბნელი, ეს საშინელი, ეს დამპყრობლური ომების, იმპერიების საუკუნე, მაგრამ ახლა მეორეს მხრივ ნახეთ რა ხდება. აი შევადაროთ თქვათ ეს სამშობლო, თქვათ ძველი თაობის გაგებით და ამ ახალი მარქსისტების მოაზრებით. რა იყო პირველი მსოფლიო ომი? ერთადერთი ომია მსოფლიო ომების ისტორიაში, სადაც ქვეყნის ახალგაზრდობის უზარმაზარი ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ წააგოს ომი. ესე იგი ბოლშევიკები ოცნებობენ, რომ რუსეთმა ომი წააგოს. ახლა ამაზე შორს აღარ წავალ და მოდის ეს ლენინი მტრის ტერიტორიის გავლით და ომწაგებულ სახელმწიფოში უხარია პირველ კაცო. იმიტომ ეს მას თავის იდეების იმას მისცემს განხორციელების საშუალებას. დიახ. ახლა რა არის ეს ისა ოჯახის საკითხი, ღირსების საკითხი. მე ერთი ისტორიული ფაქტი მინდა შეგახსენოთ ძალიან მოკლედ. ბარიატინსკის მეფის ნაცვალს შეუყვარდა თავისი ადიუტანტის ცოლი, ქართველი ქალი იყო, ულამაზესი დიმიტრი ორბელიანის ქალიშვილი. სამწუხაროდ, ესე იგი, ჩვენი თავადების შვილები ბევრი გათხოვდნენ მაშინ დიდ ჩინოვნიკებზე, ესე იგი, დამპყრობლებზე, ესეც რაღაც მოდაში წამოვიდა. არადა მამა 32 წლის შეთქმულების მონაწილეა, ულამაზესი გოგო იყო ესა და შეუყვარდა მეფის ნაცვალს. ეს გაიგო ქმარმა. ეს კავკასიაში ხო ამ მეფის ნაცვალი? ჩვენთან არის კი თბილისში ზის და ამიერკავკასიის მეფის ნაცვალია მაშინ ამიერკავკასია, ჩრდილოკავკასია, ყველა ამათ ეკუთვნოდა მეფის ნაცვლებს. ადიუტანტმა გაიგო ეს ამბავი და დუელში გამოიწვია მეფის ბარიატინსკი. გაყვა ეს დუელში და მოუგო ეს ქალი ამას დარჩა, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ მეფის ნაცვალმა მოუგო მის, მაგრამ თავარი არის რომ
ადიუტანტს გაყვა დუელში. იქ შეიძლება წაეგო და მოეკლა იმ კაცს. ეხლა ერთ წუთს წარმოიდგინეთ, რომ ბერიას შეყვარებოდა თავის თანაშემწის ქალი და იმ თანაშემწეს მე დუელში გაყოლოდა ლავრენტი ბერიასი. რა მოხდებოდა? მე მგონი გვარიანად ამოწყვეტ და ასეთი რამე რო გაებედა, ხო, მისთვის. ესე იგი, რაღაცა ღირებულებათა სხვა სისტემა, საკუთარ თავს სცემდნენ პატივს. ესე იგი, ადამიანები ჩანან იქ, ხო, შედარებით. აი ამ ეპოქასთან. თორე ახლა ბარიატისკის საქებრად კი არ ვამბობ ამას. იმპერატორი ჩამოვიდა საქართველოში და წაიყვანეს ჭავჭავაძის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში. ალექსანდრე აღარ არის, ეს მოგვია 80-იანი წლების ამბებია. არც მამულია მისი უკვე. არც მამულია მისი, მაგრამ ახლა იქაურობა ლამაზია მოგეხსენებათ და ჩაიყვანეს იქ და მამულის, ესე იგი, სახლის პირდაპირ იდგა გლეხის ქოხი. არ უნდათ რომ დილით იმპერატორი რომ გაეღვიძებს და აივანზე გადმოვა ეს სიმახინჯე დაინახოს და გლეხს ეხვეწენ რომ აი მოგცემთ ფულს აგავსებთ სიმდიდრით დიდ მიწას სხვაგან გადადი ეს სახლი უნდა დავანგრიოთ და ასე შემდეგ. ესე იგი ამ გლეხმა მოიკლა თავი და აქ ჩემი მამა-პაპა აქ ცხოვრობდა ამ ქოხში უნდა მოკვდე და არ გავალაქეს. რო ვერაფერი ვეღარ ასე ვთქვათ მოახერხეს იმპერატორის ჩამოსვლის წინ ხდება ესა უნდა დახვდნენ ხო? უზარმაზარი კედელი აუშენებიათ რომ ეს ქოხი დაემალა ამ კედელს და იმპერატორს ეს არ დაენა. ესე იგი ნახეთ თქვენ რომ ისე ცოტა ხნის წინ ამას პარტივად გადაჭრიდნენ ესე იგი. ესე იგი ამ ცოტა ხნის წინ კი არა მოყოლებული იმ ეპოქიდან რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ წარმოსადგენია ალბათ ადვილად რომ ესე იგი ამ გლეხს ეს წინააღმდეგობა რაც დაუჯდებოდა. არა და კედელი ააშენეს და ამით მის კერძო საკუთრებას პატივის წეს არა ასეთი მაგალითები ჩამოთვლა შეიძლება უამრავი ჩვენ მოდი კონკრეტიკაზე გადავიდეთ და მე მინდა რეკლამის სფეროში გადავიდეთ კიდეც ამაზე მაგრამ ფაქტია რომ ნათელია რომ ესე იგი აქ იყო ეს გზა გასაყარი და იყო ბოლშევიზმი და იყო ილიას გზა აი ეს უბრალოდ მარქსის რევოლუციური მარქსიზმი რომელიც ესე იგი თოფით და თოფასხმული მოვიდა და უსამშობლოობა და გასაგებია რომ ილია აქ ან ილია უნდა ყოფილიყო ან ეს და ზედმეტი აღმოჩნდა და რაღაც ხერეთ ეს პირველი სიმბოლური ნაწილია მაგრამ ბატონო თენგის და მაინც ახლა უკვე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ გავთ არის რამე დოკუმენტები და მაინც ვინ მოკლა კონკრეტულად ილია თუ რამე სიახლე შეგვიძლია უკვე ჩვენ ვისაუბროთ ამაზე ვისაუბროთ ჩვენ რეკლამის შემდეგ კი ბატონო გრძელდება კონსილიუმი და ჩვენ საუბრობთ ილიას ყრილობაზე, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ახალ დოკუმენტებზე, რომელსაც ბატონი მზადებით, ჩვენი სტუმრები არიან ბატონი თენგის სიმაშვილი, თელავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და დორგრელაშვილი, მწერალი, ლიტერატურა ცოდნა და მე რეკლამამდე შეგიკითხეთ, ესე იგი შეიძლება გვესაუბარი, ვინ მოკლა ჩვენ ახლა ტრადიციულად ბავშვი ექსკურსიაზე გაივლის, ახალგაზრდა გაივლის, ციცაბურზე ვიცით, ობელის კი აწერია, რომ ილია მოკლა თვითმართველი. ესე თვითმყოფელობა. თავის გაჭირება ეყოფა თვითმყოფელობას, ახლა თქვათ რეალობას გაუსწორებთ. საქმე რაშია არანაირი დოკუმენტი, არანაირი ისტორიული დოკუმენტი არ ადასტურებს რომ ილიას ყრილობაში იყო ოხრანკა ჩარეული. მე პირდაპირ კონკრეტიკაზე გადავალ და პირდაპირ ვიტყვი რომ ილიას ყრილობაში ჩარეული იყო და იმერლის მეტსახელით ეს პიროვნება კონკრეტულად ილიკო იმერლიშვილი. ამის შესახებ თვითონ ილიას ყრილობის საქმეებშიც არის საუბარი, ოღონდ საქმე იმაშია რომ ილიას ყრილობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეში ეს პიროვნება დასახელებულია ილია მცხეთელად. არა და ბატონ ნოდარი ხო ერთი-ორი სიტყვით ილია მცხეთელთან დაკავშირებით გითხრას, იმიტომ რომ ეს ფსევდონიმი საიდან გაჩნდა ამ კაცთან და აი ჯერ ვიტყვი ამ წერილს თვითონ. საქმე იმაშია რომ როდესაც იწყებენ ილიას ყრილობის გამოძიებას, უკვე 1907 წლის 4 სექტემბერს სულ რამდენიმე დღის შემდეგ ევტუშევსკის, რომელიც იყო თბილისის ძებნის განყოფილების უფროსი, მისი ოპერატიული თანამშრომელი უგზავნის წერილს, რომ როგორც მე საიდუმლოდ მოვიკვლიე, ამჟამად მიცვალებულ ჭავჭავაძეს დანაშაულის ჩადენის შესახებ უნდა იცოდეს დუშეთის მაზრე სოფრენ მცხეთის ცხოვრება, სახელით ილია მცხეთელი. ის თუ არ მონაწილეობდა დანაშაულში, მაშინ მან ყველაფერი იცის, ვინ ჩადის მსგავს დანაშაულს და ასე შემდეგ. ამას არავითარი რეაგირება არ მოხდა და იმ საქმეში ეს პიროვნება, როგორც ეჭვმიტანელებს შორის, აი პირდაპირ პადაზრევა ემიე, ჩამოთვლილი აბალავიანი ვიქტორ ჯაში დიმიტრი ასე შემდეგ და მეექვსე არის მცხეთელი ილია. მაგრამ ეს ფსევდონიმი ახლა მაყურებელი იტყვის რომ კი მაგრამ შესაძლებელია ვინმე იყოს დასახელებული და სხვაც ყოფილიყო ილია მცხეთელი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ახლა სულ სხვა საქმიდან, კერძოდ პავლე ფშავლიშვილთან და მის წითელრაზმელებთან დაკავშირებული პირების შესახებ შედგენილ ერთ-ერთი ოქმიდან, კერძოდ ეს ოქმი არის შედგენილი ყარამან ფაღავას,
გიორგიზე ფაღავას. ანუ ვინც იყო დუშეთის მაზრის უფროსი, როგორც ჩანს მისი ძმის აბესალომ გიორგიზე ფაღავას მიერ, ეს ყოფილა 1908 წლის 25 დეკემბერს ურიადნიკი დუშეთის მაზრის პოლიციის სტრაჟის და აი ამ დოკუმენტში ჩვენ პირდაპირ ვკითხულობთ, ეს რამდენიმე გვერდიანი მე უბრალოდ თელიანად არ წამოვიდე, რომელშიც ჩამოთვლილი არიან აი ამ პავლე ფშავლიშვილის ბანდის წევრები პირდაპირ და აქ პირდაპირ ამ წევრებში ნახსენებია, რომ ესენი არიან რიცხვით 13 კაცი, ბერბიჭაშვილი, იმერლიშვილი, ინაშვილი, ანუ ფაქტობრივად 1908 წლის დეკემბერში უკვე ცნობილია, რომ ეს ხალხი არსებობს, მაგრამ ყველაზე საოცარი სხვა დოკუმენტია, სადაც საოცარი რა გაგებით, იმიტომ რომ აქ პირდაპირ წერია. შემდეგ დაკითხვისას დაკავებულმა აქ არის 1908 წლის 25 დეკემბერს დააკავეს ფშავლიშვილთან და სხვებთან ერთად მძევლად დაუყვანიათ ერთ-ერთი პიროვნება ფულის გამოძალვის მიზნით და ეს პიროვნება, დახკითხა, დააპატიმრეს კერძოდ პრისტავმა ბაზალეთისა მუზეუმმა და ეს ამბობს. დაკითხვისას დაკავებულმა ახსნა, რომ ამ წლის მაისში ის შემთხვევით შეუერთდა ფშავლიშვილის ბანდას, რომელშიც მონაწილეობდნენ ორ წერტილი, თვით ბანდის მეთაური ფშავლიშვილი და შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელები. კვლავ ორ წერტილი შეგიძლიათ ნახოთ, აი ეს დოკუმენტი, ივანე ინაშვილი, გიგლა დარჩოზდე ბერბიჭაშვილი და სოფელ მცხეთის ცხოვრები ილიკო იმელიშვილი. ანუ უკვე 1908 წელს ხელისუფლების ორგანო ადგილობრივ მაინც იციან, რომ ილიას სკოლობაში უშუალოდ ილიკო იმელიშვილი მონაწილეობდა. და აი აქ მივდივართ მცხეთელთან. და აქ მივდივართ ფშავლიშვილთან და ამაზე და ვინ იყო ეს იმერლიშვილი? ილიკო იმერლიშვილი ეს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის დუშეთის საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი წითელი რაზმის ერთ-ერთი მეთაური. ამაზე უფრო დეტალურად შემდეგ ალბათ ვისაუბრებთ, მაგრამ მე მინდოდა რომ მცხეთთან დაკავშირებით ორი კითხვა არ დასვას კითხვა, რატომ მცხეთელი და არა რატომ იმერელი? არა, მე ვთხოვ ბატონ თეგის, რომ აქ უამრავი დოკუმენტია, მაგრამ ერთი ორი კიდევ წაიკითხოს, სადაც უშუალოდ მკვლელად დასახელებულია ილიკო იმერლიშვილი. დიდი სიამოვნებით გავაგზავნებ მაშინ ამ საუბარს და ვიტყვი კიდევ იმას, რომ მკვლელად, ესე იგი, ანუ ერთ-ერთ მკვლელად, ასე მთელი ის რა არის, რომ მკვლელები ვიცოდით, მაგრამ იმერლიშვილი არ ვიცოდით. არის 4 კაცი დაეცა უშუალოდ. ახლა მკვლელი იქ ბევრია. ბევრი როგორ. ანუ აქ ჩვენ ასიახლეზე ვსაუბრობთ. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ 3 კაცი ფშავლიშვილი, ბერბიჭაშვილი და ინაშვილი ცნობილი იყო და მაშინელმა სასამართლომ მათ მიუცაჯა. მეოთხე ვიღაც იმერელი გასაგებია. არის 100 წელია ამოუცნობი პიროვნება. იყო ორჯონიკიძე, ხანი იყო პეტრე 1000 ვიღაცაზე იყო და ორჯონიკიძე ყველაზე ასე ვთქვათ კანონიკურად იქცა, მაგრამ დადასტურდა უკვე დოკუმენტებით, რომლებიც ახლა აგერ არის მრავლად, რომ იმ დროშიც კი უკვე იცოდნენ, რომ ეს მეოთხე, ანუ ბანდის მეთაური, ანუ ხელმძღვანელი აი ამ უშუალო თავდასხმელებისა გახლავთ ილიკო იმერლიშვილი, მცხეთიდან იყო წარმოშობილი და ამიტომ მცხეთელი ქვია და აი ხა ბატონ თელის ვინც ფაქტიურად ეს ბანდა შეკრიბა და მოკლა ილია და ამავე დროს ჩვენ დადგენილი გვაქვს, რომ უშუალოდ მან ესროლა ილიას და მან მოკლა ილია. აი ეს კიდევ თხოვ რომ რამდენიმე საქმე რაშია, თუნდაც ამ დოკუმენტს დავუკვირდები, რუსულად წავიკითხა, ბოდიში მოვხდი აუდიტორიის წინაშე. ესე იგი, შაიკე ფშავლიშვილი, участвовали სამგლავარ შაიკე ფშავლიშვილი, შემდეგ უბიცი კნიაზა ჭავჭავაძე, ორ წერტილი, ივან ინაშვილი, გიგლადარჩევი ბერბიჭაშვილი, ზისარსოლო ცხეთი, ილიკო იმერლიშვილი. ჩამოთვლილია პირდაპირ ეს პიროვნებები. ილიას მკვლელები. და რატო დაიფარა ეს იმერლიშვილი? ეს უკვე ცოტა შემდგომ ისა, მოდი ჯერ სხვა დოკუმენტებსაც წაიკითხავთ. ბატონმა ნოდარმა ბრძანა, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო მათი მეთაური. მე ბანდას არ დავარქმევდი, ეს იყო წითელი რაზმი. ისევე როგორც 1905 წლის ჟურნალ მოგზაურში იწერებოდა პასუხილები ვასილ ნაცლიშვილისგან ილიას წინააღმდეგ, იმ პერიოდში თქვენ ეპოქაზე საუბრობდით, ასეთივე ტოტალური პროპაგანდა სხვა მემამულეების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ასეთი მემამულე იყო ნიკოლოზ ხიმშიევი. საკმაოდ საინტერესოა მისი მკვლელობის გარემოებები ჩვენთვის, რადგანაც ნიკოლოზ ხიმშიევი ვინ მოკლა. ნიკოლოზ ხიმშიევი მოკლეს ილიკო იმერლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა, ლადო ფეიქრიშვილმა და სხვებმა იმის გამო, რომ პირდაპირ დოკუმენტში წერია. იგი სდევნი და ილია ჭავჭავაძის მკვლელებს. ანუ უკვე ამ დროს 1909 წლის 7 ოქტომბერს ხდება. ეს უკვე ილია შემდეგ მოკლეს. კი, ილიას. როდესაც ილია მოკლეს, ხიმშიაშვილი, რომელიც ბულაჩაურში ცხოვრობს, მემამულია და ილიას მეგობარია, ეძებს ილიას მკვლელებს.
ერთი იმიტომ რომ ილიას მეგობარია და მეორე იმის გამო რომ მას შეუთვალეს შენც იგივე დღეგელის. ტოტალური პროპაგანდაა და თავს იცავს კაცი რომ გასაგებია და კაცი მოზებნოს ეს მკვლელები რომ მასაც იგივე დღეში არ ჩააგდონ. აი ეს რომ ეძებს ილიას მკვლელებს და ბოლოს აღმოჩნდა რომ ილიას მკვლელებმა მართლაც მოკლეს ეს კაცი, აგერ არის დოკუმენტი ვინ მოკლა ახლა ეს. აქვე წერია პირდაპირ რომ ესე იგი ამ დოკუმენტში უკვე წერია პირდაპირ რომ არა მარტო ამ ადამიანებმა მოკლეს, არამედ ეს უკვე ცნობილი იყო რომ ეს ადამიანები ხიმშევს უპირებენ მოკლას. და დოკუმენტში პირდაპირაა ნათქვამი რომ ილია იმერლიშვილის, პავლე ფშაველიშვილის ბანდას განზრახული აქვს თავად ხიმშევის მოკლა, რადგან იგი ღია ძდევნი და თავად ჭავჭავაძის მკვლელებს. საქმე რაშია? საქმე იმაშია რომ პირველად, როდესაც ხიმშევილმა იცოდა თუ ვინ იყვნენ ილიას მკვლელები, იმიტომ რომ აი ეს დოკუმენტები, რომლებშიც ლაპარაკია რომ ილია მოკლეს ამ ადამიანებმა, ეს ამან იცის, იმიტომ რომ ამ ხალხთან, ამ პრისტავებთან მას ურთიერთობა აქვს. გადავისა იქ ბაშიდელი რეალობა იყო და მას უკვე წაროცექდებოდა ამის საწაროების ჰქონდა და ეს დოკუმენტები უამრავია და რაც ყველაზე საინტერესოა ხიმშეაშვილმა თვითონ დაიჭირა, დააჭერინა პავლე ფშაველიშვილი და დააჭერინა ფეიქრიშვილი, ილიას მკვლელები. 1908 წელს მან ათქმევინა იმერელის ვინაობა. იმერელთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, გაურკვევლობა რამ დაბადა წარმოშვა, იცით, დღევანდელ მკვლევარებში, თორემ მასში ყველაფერი კარგად იცოდნენ. იმერელი ეგონათ წარმოშობით იმერელი. სინამდვილეში ეს იყო პარტიული, ასე ვთქვათ, მეტსახელი იყო ილია მცხეთელის, ილია იმერლიშვილის. და ამათმა თქვეს პატიოსნად როგორ ესე იგი აღიარეს, ესე იგი ცემის ქვეშ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ვინ იყო კიდევ, ვინ იყო და იყო იმერელი. ანუ ამ კაცს იმერელს ეძახდნენ. და ამის დოკუმენტიც გაქვს ჩვენ ეს მასალა არის დევს მე ჩემს სიკშეც გამოვაქვეყნე ზუსტად სადაც ხიმშევის სკოლობის დროს ხიმშევს ატყობინებენ რომ შენს მოსაკლავად სამი კაცი გამოემგზავრა სხვა დოკუმენტია რომ სხვა ატყობინებს უკვე მისი ნათესავე რომ ასე ვთქვათ იმ ტერიტორიასაც ხიმშევი ცხოვრობდა მეზობლად უნახავთ სამი შერეული პიროვნება და ერთ-ერთი იმერელს გავდა ანუ იგულისხმება იმერელი, რომლის ძალიან ეშინიათ, მაგრამ თავარი ეს არ არის, თავარი სულ სხვა რამეა, რომ თვითონ ილიკო იმერლიშვილზე და მის ჯგუფზე რომ ილიას მკვლელები არიან, ასევე სხვა მასალებიც. 1914 წლის 13 იანვარს თავს ესხმიან თბილისში ილიკო იმერლიშვილს, ვასო ფარეშიშვილს და ცდილობენ მათ ხელში ჩაგდებას ცოცხლად. ამ სრულაში კლავენ ვასო ფარეშიშვილს, ილიკო იმერლიშვილი გაიქცა. ეს იყო საოცარი პიროვნება, პოლიცია ესხმის თავს. გასცა ერთ-ერთმა ყოფილმა მისი წითელი რაზმის წევრმა, რომელიც აგენტად გახადა პოლიციამ და საქმე რაშია ეს პიროვნება თვითონ ილიკო იმერლიშვილი იყო ძალიან საოცრად კარგი მსროლელი, ორ მაუზერს ხმარობდა, ეგრეთ წოდებულ ბურულ მძიმე მაუსერს და დაახლოებით 20-ზე მეტი ადამიანი მოკლა და დაჭრა ამ გაქცევის დროს. ასანთის ღერსო ააგდებდა მაღლაო და ორი მაუზერით არტყავდა ასანთის ღერს. არტყავდა ტყვიას. ეს იყო და ახლა სხვა დოკუმენტი ამას უგზავნის თბილისის პოლიცმეისტერს, თბილისის ძებნის განყოფილების უფროსი ამჟამად იმ პერიოდში უკვე გაგიევია. მოდი ახლა ეს გავაგზავნოთ ჩვენ რეკლამის შემდეგ გავაგზავნოთ ეს და ასე ვთქვათ საინტერესო რასაც ვისმენთ რეკლამა და რეკლამის შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენ. გრძელდება კონსილიუმი და ჩვენ ვსაუბრობთ იმ ახალ აღმოჩენილ დოკუმენტებზე, რომელიც ადგენს მისი მკვლელების ვინაობას უფრო დაზუსტებით. ამაზე საუბრობენ ბატონები თენგიზ სიამაშვილი და სიმაშვილი და ნოდე გეგელაშვილი. აი თქვენ ვიყავით გაჩერებული დოკუმენტზე, რომელიც საუბრობთ იმ იმერლიშვილზე. კი ბატონო, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც უკვე როდესაც თავს ესხმიან ილიკო იმერლიშვილს და ფარესიშვილს, მეორე დღეს უგზავნის ამ ძებნის განყოფილების უფროსი თბილისის პოლიცმეისტერს. აქ უკვე ჩამოთვლილია იმერლიშვილმა თუ რა ჩაიდინა პირდაპირ წერია. ილიკო იმერლიშვილი. ანუ თელი ეს ხალხობა ამას დასდევენ, ხო ფაქტობრივად ეს არის არალეგალურად. ეს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ტერორისტია და აი პირდაპირ წერია. ილიკო იმერლიშვილმა თავისი დაჯგუფების წევრთან ერთად ჩაიდინა უამრავი მკვლელობა. კერძო და თანამდებობრივი პირების, სოფლის მამასახლისების, სტრაჟნიკების მემამულე თავად ილია ჭავჭავაძის. ქართველი წელის გრუზიის კალპისაცი. ანუ ამათაც დადგენილი აქვს ეჭი არაფარებად. ეს მეორდება ეს ინფორმაციები სხვა სამგვერდიან მოხსენებით ბარათშიც, ოღონდ აი ამ მოხსენებით ბარათში უკვე დამატებულია თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია მიღებული. აქ წერია რომ ამისგან დამოუკიდებლად აგენტურული ცნობებით მიღებულით ამ ადამიანმა ილიკო იმერლიშვილი ჩაიდინა SSS და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, მაგრამ თვითონ ამის შესახებ იცოდნენ უკვე საბჭოთა პერიოდში ძალიან კარგად. აი ამას ადასტურებს დიმიტრი ჯაშის ილია
ჭავჭავაძის მოურავის მეუღლის 1951 წლის 6 ივნისის წინასწარი დაკითხვის ოკში დაფიქსირებული შემდეგი ინფორმაცია. მას ეკითხება მაღრაძე, გამომძიებელი, ვინ ღებულობდა მონაწილეობას ილას კვლევებში? სხვა საკითხებია დასმული, იგი პირდაპირ ეუბნება. როგორც შემდეგ გავიგე, კვლევაში ღებულობდა მონაწილეობას ინაშვილი ყოფილი მამასახლში, იმერლიშვილი, რომელსაც კარგად იცნობდა დიმიტრი. საიდან იცნობდა კარგად დიმიტრი? მის ამ დაკითხვის მასალებშიცაა. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ილია იმერლიშვილი, ეს დოკუმენტი დამალეს. ილია იმერლიშვილი, ობოლაძე საშა, ის ცნობილი 51-ის პროცესის დროს დამალეს. ყოფილან მეგობრები და ყოფილან ჯგუფისტები, რომელიც 1900 წელს ეს იყო ნახევრად ანარქისტული ორგანიზაცია, შემდგომში ბოლშევიკებმა გადაიბირეს, რომლებიც ერთად ძარცვავენ ბანკებს და ასე შემდეგ. ეს დეტალებია. თავარი ის არის უკაცრავად ესე იგი. არა, რაზეა თავარი ის არის რომ 41 წელს სასამართლოზე სასამართლომდე უკაცრავად სასამართლო არა მნიშვნელობა ესე იგი პროცედურას ამ შემთხვევაში. ქალი რომელიც მებიჭაშვილის სასამართლოებელის. დიახ 41 წლის და 42 წლის 5 იანვარს დამთავრდა. დეკემბერ იანვარში მედის ეს. ქალი რომელიც ილიასთან ცხოვრობდა, მისი მოურავის ცოლი იყო, ამბობს რომ კვლელი გახდათ ბატონებო იმერლიშვილი. ამბობს ამას სასამართლოში. კაცშვილი არ ეკითხება, ეს იმერლიშვილი არ ფიგურირებს არსად. ამ შემთხვევაში ამ სასამართლოს არ ეკითხებიან ეს საიდან მოიტანე ჩვენ აგერ ბერბიჭაშვილი ყავს დაჭერილი ეს იმერლიშვილი როგორ მოიტანე არავითარი ამგვარი და რაც თავარია თვითონ ეს დოკუმენტი ქრება და ამ სამეცნიერო მიმოქცევაში არსად არ არის როგორც ჩანს გადავიდა იმ ფურცლებს შორის რომელთაც აკითხო შეიძლებოდა მაინც და მაინც. ბუთ აკვები და კითხო ეს დოკუმენტები რატო არ და ამდენხანს რატო არ იყო დღის სიტყვით თქვენ რო საუბრობთ ხა ეს არ არის ხო აი რა მაგაზე არსებობს თუმცა ეს ყველაფერი ცნობილი იყო ესე მარტივად დრო ბევრი გვაქვს თითქოს მაგრამ ისე გარბის რომ რთული თემა და ვერ ვასწრებთ ყველაფერს ერთი რომ ჟორდანიას მთავრობამდე ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ანუ ვისაც უნდა ცოდნოდა ძიება მიცოდა მაგრამ მაშინ უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობდა როგორც ასეთი სასამართლოდან სანამ არ გამოვიდოდა საქმე ანუ არ გასამართლდებოდა კაცი მანამდე ასეთ რამეებს არ ამბობდნენ მაგალითად როცა პრესაში ესე იგი ვერ დაიჭირეს დაზდევდნენ და ვერ დაიჭირეს ეს ხალხი როგორც ჩანს 14 წელსაც ადგილი იყო ესე იყო ხო? არა თუ დაიჭირეს იმერლიშვილი დაჭერილი ყავდა და გაიქცა. ილიას გამო იმერლიშვილს არ სდევნიან ოფიციალურად. საქმე სულ სხვა რამეშია, ბოდიში ბატონოდან. საქმე იმაშია, რომ ამისათვის ჩვენ უფრო ცოტა ღრმად უნდა ჩავიხედოთ ილიას კვლევის ისტორიაში. კერძოდ, საქმე იმაშია, რომ აი ამ დროს 1907 წლის უკვე ოქტომბერში ხდება დიმიტრი ჯაშის დააგენტურება. აი სწორედ მაგ დროს მანამდე დიმიტრი ჯაში არ არის ილია ოქტომბერში? ოქტომბერში ანუ მოკლულია. კი, ანუ რა ხდება? მის საწინააღმდეგოდ ეს მასალები საკმაოდ ბევრი მაქვს, შემიძლია ნუ ეხლა დრო არ არის ამისთვის საუბროთ. მის საწინააღმდეგოდ იმდენად მეტი მასალა დაგროვილი, რომ მას ოხრანკის უფროსი ყარაულოვი აგენტურებს, ხდის აგენტად, ოღონდ საათ, რომელ პარტიაში? ის მისი მეუღლის ჩვენებებშიც და სხვაგანაც მე შემიძლია წაიკითხოთ, ითვლებოდა სოციალ-დემოკრატად, ითვლებოდა კი არა, იყო კიდეც, მათთან მაწრეში ტრიალებს, მაგრამ ის ახლოს იყო, რადგანაც იყო ასე ვთქვათ, პროფესიით ასოთამწყობი სხვადასხვა გაზეთების, სოციალ-ფედერალისტების პრესასაც იბეჭდებოდა, სოციალ-ფედერალისტებსაც მუშაობდნენ, აი მათი ახლობელი და აი ამ პარტიასთან კავშირში დააგენტურეს და ეს ადამიანი ინფორმაციას სლუჩაინის ფსევდონიმით აწვდის სოციალ-ფედერალისტების პარტიაზე. უფრო მეტიც, სწორედ სოციალ-ფედერალისტების პარტიის კრახი, ანუ მისი ორგანიზაციული მსხრევა, ბოლომდე არა, მაგრამ გარკვეულწილად, ეს არის დიმიტრი ჯაშის იმერლიშვილის დაფარვარაშვილი. საქმე იმაშია, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც დიმიტრი ჯაშთან იყო კავშირში ილიას კვლევებიდან, იყო ილიკო იმერლიშვილი. ილიკო იმერლიშვილი იყო დიმიტრი ჯაშის ბავშვობის მეგობარი. ისინი ერთად მუშაობდნენ ერთ სტამბებში, მისი მეუღლის ჩვენებებში პირდაპირ ანათქვა, რომ ილიკო იმერლიშვილს და ობოლაძეს სწორედ ნახას გაძარცვისას უკეთებს დიმიტრი ჯაში. ანუ დიმიტრი ჯაში როგორც ასეთი დამგეგმავის ფუნქციას ასრულებს. ანუ ჩვენ შემთხვევაში თუმცა არა ილიას კვლევაში. ილიას კვლევაში ჩემი აზრით და მე ასე ვფიქრობ, ის ერთ-ერთი რიგითი დამგეგმავი და ინფორმაციის მიღების წყარო იყო ილიკო იმერლიშვილისთვის, რომელიც და მოდით შევთანხმდეთ, ილიას კვლევას ბანდის ჩადენილი არა. ესაა ტერორისტული აქტი, ჩადენილი თავისი კლასიკური სქემით.
ეს ჯერ კიდევ ლენინი ამბობდა რომ აუცილებელი იყო ბანკების ეპროპრიაციას ან სხვა სანდოპირების შეეგზავნათ ტრის ბანაკში. ეს ილიკო იმელიშვილის სანდოპირია, რომელიც შეაგზავნეს სწორედ ილიას. შეიძლება რამე დაგითხრათ. ბერბეჭაშვილს აგერ ასამართლებდა და ჩვენ აგერ იქცა ამით და ყველა ვიცით ბერბეჭაშვილის სახელი. ამ იმერლიშვილს რატო ფარავენ ესე იგი მაშინ რა არის ეს იმერლიშვილი? შეიძლება წავიკითხო დოკუმენტი. თუ შეიძლება ახლა ჩავერთვები ერთი წუთით. ესე იგი ყველაფერს ჩვენ ახლა ვერ მოვიცავთ ამ გადაცემაში. ჯაშთან დაკავშირებით ჩვენი აზრები განსხვავდება უბრალოდ ამაზე. კამაც ახლა აზრი არ აქვს. ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით თუ რა გაიძვერაც იყო მე კარგად ვიცი. ესე იგი საქმე რაშია? აი ეს დოკუმენტები ახლა რასაც ბატონი თეგიზი კითხულობს, რაც გვაქვს ჩვენ ხელთ, საერთოდ რომ არ არსებობდეს. ეს დოკუმენტები ვერც გვეპოვა. ის რომ იმერლიშვილი არის ამ ბანდის მეთაური, ბანდას მე ამ შემთხვევაში ხმარობ პირდაპირ მნიშვნელობით. გასაგებია ხო? ბუნებრივია ეს არის პარტიული უჯრედი, ესენი არიან წითელაზმელები. პარტიული უჯრედი შეიძლება ბანდა. 4 ხო? 4-ვე არის სოციალ-დემოკრატია ეს მკვლელები. ერთის გარდა კი არა 4-ვე. კიდე 3 კაცია და იმათგან თქვა ხიზანიშვილი, გლეხია, ის ლაბაური, გლეხია აი ეს 4 სოციალ-დემოკრატები გახლავთ. ჩვენ ხელთ გვაქვს ცნობა იმის შესახებ, რომ არსებობდა პარტიული დადგენილება ილიას მოკვლის შესახებ. პარტიული დადგენილება, რომელიც ინახებოდა აქა და აქ და რომელიც გადამოწმებული იქნა ცენტრში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დადგენილებაზე საუბარი ილიას მკვლელობაზე. ეხლა რამდენიმე წყარო ადასტურებს ამას. სიკტილის მანქანა როგორია ბოლშევიკების. ეხლა ეს უკვირთ ზოგ ისტორიკოსაც კი რაც არ უნდა საკვირველი იყოს, რომ როგორ კაცკლავენ და წინასწარ დადგენილებას იღებენ, შეაკეთებ კი ლენინის განმარტებით ტერორი ეს არის რევოლუციის გაგრძელება. ისინი თუ კაცკლავენ დადგენილებასაც წინასწარ იღებენ, იმიტომ რომ მიაჩნიათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ. 20-იან წლებში სავსეა წერილები სათაურებით ტერორისტის ჩანაწერები. ესენი ტრაბახობენ მათ ჩადენილ საქმეებს. აღწერა მაგალითად ეს რევოლუციის მატიანეშია გამოქვეყნებული ილიკო იმელიშვილის როგორც ბიოგრაფია. იმერლიშვილმა თქვა ერთ-ერთი ესე იგი ბოქაული წაიყვანა ტყეში დაწვა ფიჩხი და დააწვა როგორ თქვა ღვთელს თავი მოაჭრა და ბაქოში გაგზავნა ყველაფერი ამას 20-იან წლებში წერენ როგორც მისგან ჩადენილ გმირულ საქმეებს ანუ ვიმეორებ ტერორიზმის ამდაგვარი ფორმები არის სრულიად მიღებული დაახლოებით 35-36 წლებამდე ასეთი ამბები იწერება ანუ პარტიული უჯრედი შეიკრებება გადაწყვეტს და ვიღაცა ასრულებს ყველა შემთხვევაში თითქმის ჩვენ გვაქვს ხოდი აი რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ და ძალიან მოკლედ და საინტერესო თუ და მოყვეთ იმიტომ რომ სულ დაგვრჩა ბოლო ბლოკში 1:12 წუთი რეკლამა და რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ დიახ კი ბატონო გრძელდება კონსულიუმი, ჩვენ საუბრობთ ილიას მკვლელობაზე, ბატონებმა წარმოადგინეს დოკუმენტები და ისინი ასახელა რაც სერიოზული სიახლეში აქვთ, ყოველ შემთხვევაში აქ ლაპარაკი აი იმერელის ვინაობის დადგენაზე. არიან სტუმრად ბატონი ნოდარ გერლაშვილი და ბატონი თენგიზ სიმაშვილი, ნოდარ შენ საუბრობდი რაღაც დადგენილებაზე, და ეს დადგენილებაზე, რომელიც მიიღო ამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის. ეს დოკუმენტები, რომელიც ბატონი თენგიზის მიერ იქნა წაკითხული, არის რა? ვერსია აღარ არსებობს. იმერლიშვილი იყო ის ვიღაც იმერელი თუ სხვა, ეს ადრე ვერსიის დონეზე განიხილებოდა. დღეს უკვე დარწმუნებით ვამბობთ ჩვენ, რომ ვიღაც იმერელი, ანუ ის მეოთხე ბანდის მეთაური იყო ილიკო იმერლიშვილი. ვინც მოკლა იდეა მისი ხელიდანაც, ვინც იყო ბანდის მეთაური და ვინც ესრულა. ახლა დადგენილებაზე. ახლა რა შეასაქმე? ეს იმერლიშვილი, რა თქმა უნდა, თავის თამას ვერ ჩაიდენდა. ცენტრალური კომიტეტი ასე ვთქვათ ხელმძღვანელობა ბოლშევიკური პარტიის იღებს დადგენილებას და გვაქვს დოკუმენტი იმის შესახებ რომ არსებობდა ასეთი დადგენილება რომ ეს დადგენილება უფრო მეტიც 20-იან წლებშიც კი ინახებოდა ვინმე ბუჩაშვილის ოჯახში რომელმაც ვინმე არ არის ეს ამ დროს არის იმ დროინდელი 900-იანი წლების წითელაზმელების უფროსი აღმოსავლეთ საქართველოს ერთი ხანობა აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ამ იმერლიშვილის და ერი რუსეთი ქართლი და კახეთი ამ იმერლიშვილის და ერი რაზმების კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ თავის თანამდებობით შემდეგ ეს დოკუმენტიო გადამოწმებული იქნა თბილისში
წერია გვარდასახელი ვანო ხანდამაშვილთან. ეს ხანდამაშვილიც იყო წითელრაზმელების უფროსი. და მან დაადასტურაო, რომ დოკუმენტი ნამდვილია. ამ იმერლიშვილის რაზმმა გადაამოწმა? დიახ, იმერლიშვილის რაზმმა გადაამოწმა, რომ იქნებ გვატყვილებ და არ არის ეს თქვათ ბეჭედ დატყმული ქაღალდი თქვენგან არ მოდის. გადაამოწმესო და დაუდასტურა ხანდამაშვილმა, რომელიც იყო ერთის მხრივ პარტიული მოღვაწე და მეორეს მხრივ ტერორისტი, რომ კი ნამდვილად ეს ეკუთვნის ასე ვთქვათ პარტიის გადაწყვეტილებაა, რომ მოიკლას ილია ჭავჭავაძე. ყველაფერი ეს, რაც ახლა გიამბეთ, შავით თეთრზე წერია, გამოქვეყნებულია 20-იანი წლების პრესაში. საქმე რაშია ახლა? მაშინ აიღეს თავზე ილიას მკვლელობა? არაო. პრესაში არ უკაცრავად. ნაწილი წერია პრესაში, მაგრამ ნაწილი გამოუქვეყნებელ, ჯერაც გამოუქვეყნებელ მასალებში. არ აიღეს ილიას მკვლელობა თავზე. უბრალოდ თქვენს რომ იცით რა პარტიამ კი მიიღო დადგენილება, მაგრამ ეს დადგენილება ჩვენ შემოგვიგდეს და ხდება 20-იანი წლების მეორე ნახევარში უკვე ამასაც მალავენ და სრულიად აყალბებენ საქმეს და ამბობენ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მეფის მთავრობა მოკლა. ეხლა ეს გაყალბება არის ძალიან ანეკდოტური. კაცის ბიოგრაფიაში მთავარი მარტო ის არ არის რაც მასზე დაიწერება. მთავარია რა არ იწერება მასზე შეგნებულად. თქვენ თუ ნახავთ 14-35 წლის შემდეგ მაგალითად ამ იმერლიშვილზე რა იწერება და რა იყო მანამდე მიხვდებით რას მალავენ და რასაც შეგნებულად მალავენ. რას მალავენ? აი რას მალავენ. ნახეთ თქვენ ბატონი თეგირის საუბრიდან რომ ილიას სხვა მკვლელები და იმერლიშვილი არიან ერთმანეთის მეგობრები. ამას მალავენ და პირიქით ამბობენ. მაგალითად იყო ასეთ ტერორისტი ბაჭუა კუპრაშვილი, რომელიც მაინც დახვრიტა სტალინმა 37 წელს და იყო სტალინის დიდი მეგობარი და დიდი ტერორისტი. ეს კუპრაშვილი წერს, გამოუქვეყნებელია ეს მასალა, რომ ფშავლიშვილი გაიქცა ციხიდანო, მეტეხის ციხიდან 908 წლის 11 მაისს წელს იძლევა ასე არბიან პატიმრები 18 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ილიკო იმერლიშვილი და ფშავლიშვილი ერთად გაიქცენ. აგერ დოკუმენტი აგერ მიდევს ამ წუთში, სადაც წერია რომ ესენი რომ გაიქცენ, ჩავიდნენ ცხეთაში იმერლიშვილის სახლში. ანუ ფშავლიშვილი და იმერლიშვილი ციხიდან გარბიან და იმერლიშვილის სახლში ჩადიან ცხეთაში. ახლა 36 წელს რას წერს კუპრაშვილი. ვიღაცა იყო ფშავლიშვილიო, ილიას მკვლელიო, რომელიც ციხიდან გამოიქცაო, ტყის ძმას მიადგაო. ტყის ძმამ მკითხა, ვინ ხარ შენო? მე ილიას მკვლელი ვარო. მე ჩემთან რა მოგიყვანა კაკოს დამწერი როგორ მოკალიო, გამოიტანა დადგენილება და დახვრიტაო. ეს კაცი იყო ილიკო იმერლიშვილიო. გესმით რას წერს, ესე იგი იმერლიშვილზე წერს რომ მან ილიას მკვლელი დახვრიტა. ფშავლიშვილს ესე იგი იციან რასაც ფარავენ. ანუ ერთი მხრივ ფარავენ, მაგალითად არის იყო ასეთი მამალი ბოლშევიკი ტატიშვილი, რომელიც წერს რომ 20 და ეხლა ჩვენ ცოტა თვით ხა მოდი ეს ყველაფერი მიდის ბოლშევიკებს. სულ ერთი წუთით წერს ტატიშვილის შემდეგს. მენშევიკი კი ბატონო 900 ესე იგი 33 წელს რომ ილიკო იმერლიშვილი იყო საგურამოს ტყის ძმების მეთაური. ხოლო 40-იანი წლების შემდეგ იგივე ტატიშვილი წერს რომ ილიკო იმერლიშვილი იყო ცხეთის ტყის საძმოს მეთაური. რატომ იცით? პარტიული დადგენილებით ტერიტორიული ორგანოს უფროს ევალებოდა ილიას მოკლა, რა კი ეს წიწამურში საგურამოს თემში უნდა გახორციელებულიყო, უნდა მოეკლა იმერლიშვილს. თან ბოლშევიკი იყო იმერლიშვილი. აი ეს შეცვალა. საგურამოს ტყის საძმოს მეთაური კი არ იყო თითქოს იმერლიშვილი, არამედ იყო მცხეთის. თანამდებობა გამოუცვალა. ესე იგი ერთი რაღაცა ვთქვათ, ეხლა აი რა დამალ. შორ რაღაცას ვაუბრობთ, ეხლა კი მაგათგარო შორს არ იყო ეს ამბავი და სოციალ-დემოკრატებისგან, მაგრამ ეს ბოლშევიკებისგან დოკუმენტალურად არის დადასტურებული ეს ილიკო იმერლიშვილის დამეების ბოლშევიკებთან. კი, აი ცნობილი ეს რაღაც რამე საერთო შეიძლება იყოს. არა, თვითონ ბოლშევიკები თავის მოგონებაში მაგალითად ლელაშვილები იყვნენ ძმები, რომლებიც მოავლობის არაგოს სტამბასთან დაკავშირებით იხსენებიან ხშირად, ის თავის მოგონებებში პირდაპირ წეს ილიკო იმერლიშვილზე, რომ ილიკო იმერლიშვილი ბოლშევიკებთან იყო ერთთავადო. აი მას წერს პირდაპირ. თვითონ ეს ილიკო რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, დოკუმენტი 1914 წლის ეს ჟანდარ საგუბერნიო სამმართველო იძლევა, რომ მოკლულ იქნა ყაჩაღ იმერლიშვილი, ყაჩაღების ბანძ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეთაური. ამასთან ილიკო იმერლიშვილი არის მეგობარი ალექსანდრე საშა ობოლაძის, არის მეგობარი ისეთი ადამიანების, დასახელებულია მაგალითად კახეთში, კერძოდ საგარეჯოში ჩატარებული წითელრაზმელების კრების წევრად, სადაც მონაწილეობა მოიღო ვის? კამოს, ტერპეტროსიანს, მას,
ალიხანაშვილს, რომელიც ბოლშევიკებთან იყო ერთად და ასე შემდეგ. და ერთი წუთი რამე დაგითხრა. მაგრამ ჩვენ სიამოვნებაში ვლაპარაკობთ 4 კვლელზე, მაგრამ ესე იგი ეს არის მაინც პასუხისმგებლობა და ვიცოდეთ, რომ ესე იგი ეს არის პარტიული გადაწყვეტილება მთელ პარტიას, ესე იგი იდეოლოგიურად არა მარტო ზოგადად აწუხ ჩვენას დასაწყისში, არა ზოგადად გვამზადებს სკოლა, მაგრამ მიიღეს დადგენილება ამ თავის დაწყებული პარტიაში და შეიძლება გაგასრულეს. ბატონო ვასილო, ის კაცი, ვინც 1907 წელს ხელმძღვანელობდა ბოლშევიკებს 1941 წლისათვის მართავდა დედამიწის 1/6-ს. ესე იგი, რატომ იმალებოდა ილიკო იმერლიშვილის გვარი და სახელი, ვინც მის ბიოგრაფიას თვალს კარგად გაადევნებს, ის ნახავს, რომ მთელ ამ შაიკასთან აი ეს ბაჭუა კუპრაშვილი წერს მაგალითად 30-იან წლებში ჩვენ ვიცოდით ვინ მოკლა ილია. მე დაანჩენებს ტყილებს წერს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ვიცოდით. ესე იგი ამ კაცის გვარის და სახელის გამჟღავნება რას ნიშნავდა? ბერბიჭაშვილს კი ათქმევინეს. ბერბიჭაშვილი უბრალო პარტიული მუშაკი არ იყო. ისიც პარტიული იყო. მეთაური იყო ისიც რაზმის. მაგრამ ცოცხალი იყო და ათქმევინეს რომ არ ვიყავი ბატონო ეს სოციალისტი. ჩემთვის მანდ ეს სიტყვა ვთქვა რომ მე ჩემთვის ვიყავი აგენტი თუ და ვწოდნოდა და ნუ არ ვიცი და ახლა არ ვიცი რა არის და მე მეგონა და ყველასწორი ბერბიჭაშვილი დახვრიტეს და ბერბიჭაშვილს დახვრიტა შეუცვალეს 10 წლით, შემდეგ 5 წლით და შემდეგ სტომაქს გადაჰყვა და ციხეში მოკვდა რა ჭაბით. ანუ ბერბიჭაშვილი ფამაგლა გაჟღერებული იყო რომ დახვრიტეს. არ დახვრიტეს, იმიტომ რომ შეუთანხმდე რომ შენ რასაც გეტყვით ის უნდა თქვა. რა უნდა ეთქვა, რა უნდა არაძლევენ იმას. რა თქმა უნდა, აი ხლა საბჭოთა დროში წარმოიდგინეთ რომ ილიას პროლს აძლევენ 5 წელიწადს ციხეს. და ერთი მინდა კი ბოლშევიკებთან, იქ ევდოშვილთან არის საინტერესო ეპიზოდი, რომელიც ხადია რომ მეტად იყო ინფორმირებული. მაშინ ევდოშვილი ყველასთვის ცნობილია რომ იყო სოციალ ბოლშევიკების მეგობარი და პარტიის წევრი და ილიას სიკვდილის მკვლელობისთანავე გამოიჩინა სამოქალაქო გმირობა, დასწევლა თავისი პარტია და გამოვიდა ამ პარტიიდან. აი სწორედ ილიას რომ მოასვენებდნენ საგურამოდან იმ ადგილზე სადაც მოკლეს, გაიმართა მიტინგი და აქ მან წარმოთქვა წინვალე სიტყვა და თქვა რომ ილიას კვლელების პარტიაში მე ვერ ვიქნებიო. ასე რომ ესე იგი ის რომ ბოლშევიკებმა მოკლეს ამაში ეჭვი საერთოდ საბჭოთა დრომდე არც არავის არ შეჰპარვია. სამწუხაროდ შეეძლოთ მენშევიკებს კარგად გამოძიება ამ საქმის, მაგრამ მენშევიკური საქართველო, თავისუფალი საქართველო, ილიას ნაოცნებარი საქართველო ხელში ჩაიგდეს მენშევიკებმა. მენშევიკებს ფიზიკურად ილია ალბათ არ მოუკლავთ, მაგრამ მენშევიკებმა იდეოლოგიურად შეამზადეს ილიას კვლელობა და მოხდა ისე რომ ჯერ ამ მის მიერ ნაოცნებარ საქართველოში მოვიდა ჟორდანიას მთავრობა, მისი იდეური მტრის მთავრობა და შემდეგ ბოლშევიკები საკუთარ ყელის გამოსაჭრელ დანას არ გალესავდნენ და ილიას კვლელობას რა თქმა უნდა არ გამოიძიებდნენ. იყო და ფოთი და ერთიც. მაშინ ახლა აქედან ისე ვთქვათ ჩვენ სრულდება გადაცემა და ალბათ ახლა ეს ამ გადაცემით ეს არ უნდა გადაწყდეს, მაგრამ ეს რაღაცნაირად უნდა გაგრძელდეს და კაცმა რო თქვას კაც ყველაფერს უნდა თავისი მიეზღას და იმ წარწერას უნდა გასწორდეს ალბათ იმ წიწამურზე, იმიტომ რომ თვითმყოფელობას და მეფის რუსეთს თავის გაჭირება ეყოფა და თავის წყევლა ეყოფა ახლა რაც არის. ახლა ჩვენ თქვათ გამოვიდეს რომ ხელი ვაფაროთ ახლა ბოლშევიკებს და ის რაც ესეც მე და ბატონ ის სადაც მოკლეს ილია მინიმუმ მაინც ეს უნდა იყოს რომ აქ მოკლეს ილია. ვასიკო, არც მე და არც თენგის, არც დისერტაციის დაცვა გვჭირდება და არაფრისთვის არ გუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი დიდი წინაპრის მკვლელი გვაინტერესებს. ეს ვინც არის ის უნდა მოძებნო, ხო? თორე იდეოლოგიურად რომ მიედმოედო, ამისთვის ხო არ ვაკეთებთ ამას. ამიტომ არავითარი თვითმკვლელობა ის წარწერა რა თქმა უნდა შეიცვალოს. ილია არის მოკლული ბოლშევიკების მიერ, ეს ბოლშევიკები რუსების პარტია მოქმედი საქართველოში და კვლელები ვინც იყვნენ ჩამოგითვალეთ. დანარჩენი შემკვეთი და ორგანიზატორი ვინც არის, ესე იგი ცოტა ხანში ჩვენ ამის დოკუმენტებს დავდებ. გაგრძელებთ ჩვენ ძალიან მოკლედ რომ დაგვრჩა და ისე რომ წესიერად დასკვნაც ვერ მოახერხებ, მე მგონი ეს გარკვეულწილად კი საინტერესო უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ყოველი წერტილი, ყოველი მძიმე და შტრიხი მით უმეტეს საინტერესოა და მე მაგალითად ჩემთვის ეს ძალიან დამაჯერებელი ეს იმერელი და უნდა ვიცოდეთ ის ადამიანის ვინაობა, ვისი ხელიდანაც კი იდეოლოგიურად მომზადდა გასაგები როგორც მომზადდა, მაგრამ ვინცაც არა უკანკალდა ხელი და ჯვარზე გააკრა ესე ვთქვათ ილია ის ვინაობაც უნდა ვიცოდეთ. დიდი მადლობა ბატონებო, სამწუხარო ჩვენ ცოტა დრო გქონდა და ჩვენ შევხვდებით ხვალ საღამოს 8 საათზე.